ლიბიაში მყოფ ქართველებს კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. გრიგოლ ვაშაძის უწყება მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რაც მედია საშუალებებით გავრცელდა. ქართველებს დახმარებას ის თურქული კომპანია უწევს, რომლის დაქირავებულებიც არიან. სწორედ კომპანია Turkish Airlines-ის ლაინერი დაბრუნდებიან ისინი საქართველოში. თუმცა ვიდრე საჰაერო სივრცე გაიხსნება, 4 ქართველი ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლში რჩება. კვლავ გაურკვეველია ლიბიაში დაკავებულ გემზე მყოფი ქართველების ბედიც. საქართველოს 6 მოქალაქე მე-10 თვეა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი ვასილიონ ენის ბორტზე ლიბიის ქალაქ მისურატაში იმყოფება. სამშენებლო მასალი დატვირთულ გემს ტვირთმფლობელი ლიბიის ქალაქ მისურატაში ელოდებოდა. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასოლდა. მეპატრონემ კი ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. დავა კი ტვირთმფლობელსა და გემმფლობელს შორის ამ დრომდე გრძელდება. ოჯახის წევრები მეზღვაურებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. Ჩვენ ინფორმაციით ლიბიაში იმყოფება ხა 4 ქართველი, რაც ჩვენ ინფორმაცია გაგვაჩნია. ოღონდ უნდა აღინიშნო, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი არხებით, ანუ ჩვენ მოქალაქეებს ჩვენთვის დახმარებისთვის არ მოუმართავთ. შესაბამისად დახმარებას მათ უწევთ, როგორც ჩვენ ვიცით, თურქული კომპანია, რომლის თანამშრომლებიც ისინი არიან და სავარაუდოდ დღეს უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, თუ კი ხელი არ შეეშალა, თქვათ, რეისის განხორციელებას გარკვეული მიზეზების გამო. მეზღვაურები, რომელთა მიმართაც აქვს დავალიანება გემთმფლობელ კომპანიას და ამჟამად მიმდინარეობს ამ საკითხის გადაწყვეტა. ფინანსებთან არის ეს დაკავშირებული, იქ გემი იყო გაჩერებული ლიბიის მხარის მიერ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ტვირთი იქნა დაზიანებული, რის გამოც ჩვენი ინფორმაციით აპირებდნენ ჩასვლას გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენლები ლიბიაში, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუშალეს და ცოტა ხნით გადაიდო ამ საკითხი.